მოხდა ისე, რომ ამ საკანში აღმოჩნდა ორი ადამიანი, რომელთაგანაც ერთი მეორის მწვალებელი იყო თავის დროზე. მაგრამ ახლა ეს მწვალებელიც ნაწამები გახდათ სხვების მიერ. ნაწამები ისე, რომ სიკვდილის პირას იყო ისიც. ღამით გააღვიძა ის ხუცესი და უთხრა: ხუცესო, გთხოვ, ილოცე ჩემთვის. არ შემიძლია მოვკვდე იმდენი საშინელება მოქვს ჩადენილი. მივხვდი, რომ ღირდა. 14 წელი თუნდაც იმის გამო ყოფილიყავი ციხეში, რომ ის ერთი სცენა მენახა იმის მსგავსად, ვინც უამრავ სიძნელეს დასძლევს. ჰიმალაიზე ევა და მისი მშვენიერებით დატკბება. მეც ასე ვიდექი მწვერვალზე. იმ ხუცესმა ორ სხვა პატიმარს დაუძახა. მათ მხრებზე დაყრდნობით ნელ-ნელა მიჩოჩდა თავის მტანჯველთან ახლოს. თავზე ხელი გადაუსვა. დღეს ვინ ეფერება თავზე სხვას? ადამიანებს არ სურთ ალერსის გამოხატვა. არც გამოვხატავთ. არც ცოლის, არც შვილების მიმართ არ ვიჩენთ მსგავს დამოკიდებულებას. ვინ ეფერება დედას? ვინ ეფერება ბებიას? მაგრამ მე ვიხილე კაცი, რომელიც მოეფერა თავის მტანჯველს და ისეთი საოცარი სიტყვები უთხრა. ახალგაზრდა იყავი, არ იცოდი რას აკეთებდი. მე მთელი გულით გაპატიე. მე შენ მიყვარხარ. მეც შემიძლია გითხრათ, რომ მიყვარხართ, მაგრამ მან ეს სიტყვები ისეთი სიყვარულით უთხრა, თითქოს რომეო ელაპარაკებოდა ჯულიეტას. მთელი გულით მიყვარხარ და გარწმუნებ, რომ ყველა ქრისტიანს, რომლებიც კი გიწამებია, ასევე უყვარდი. ადამიანებს თუ კი შეგვიძლია ასეთი სიყვარული, მით უმეტეს ქრისტეს, ღვთის ძეს, რომელმაც გვასწავლა ასეთი სიყვარული. რადგან უფრო მეტად უყვარხარ მას, მას შენზე მეტად უნდა, რომ მასთან იყო ზეცაში, მას შენზე მეტად უნდა, რომ მოგიტევოს, მას იმაზე უფრო მეტად უნდა, რომ გიხსნას. ვიდრე შენ გინდა შენი სულის ხსნა. ამისათვის მისკენ უნდა მიბრუნდე. მესმოდა მათი საუბარი, რადგან იმ საკანში შეუძლებელი იყო ერთმანეთის საუბარი არ გაგვეგონა. მკვლელი აღიარებდა თავის მიერ ჩადენილ ყველა მკვლელობას, თავისივე ხელით ნაწამების წინაშე. მის მიერ ნაწამები კი მას პასუხად ესაუბრებოდა ღმერთის პატიების შესახებ. მათ ერთად ილოცეს. მოეხვივნენ ერთმანეთს. შემდეგ ხუცესი თავის ადგილას დაბრუნდა. ორივე იმ ღამეს გარდაიცვალა,